მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული მომავალ წელს გაემგზავრება საქართველოს ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. გამარჯვებული წყვილი, რა თქმა უნდა, ორი არცერთ არ დავტოვებთ აქ. და დღეს მერვედფინალში ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებიც უნდა გითხრათ, რომ წინა სეზონის პირველ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ესენი არიან ბოლნისის სიონი და წყალტუბოს სამგურალი. მოგესალმებით, მეგობრებო, დავიწყებ წარდგენას წყალტუბოს სამგურალიდან, აჩი კიკნაველიძე და გიორგი კოპალიანი. როგორ ხართ, ბიჭებო, რა ხდება თქვენსკენ? კარგად, სპორტულად. კარგია, სპორტულად, ინტელექტუალურად თავარი ეგ არის ჩვენ თამაში. საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშია და შესაბამისად ძალიან კარგი თუ ასეთ განწყობაზე ხართ. რას ფიქრობთ წლევანდელ სეზონზე? ცოტა სანერვიულო სეზონი გამოვიდა, მაგრამ იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და მომავალ წლიდან ისევ ამბიციური მონდი გვეყოლება და მაღალი ნიმრებს დაისახავს და მიაღწევს ახლა. მე ვფიქრობ, რომ ცხელი ამოვაბრუნოთ და ზევით ვიქნებით და ბევრი ფიქრობს ხოლმე მასე. ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ, თქვენს კლუბსაც წარმატებას უსურვებთ, თქვენს წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. და თქვენი მეტოქე ბოლნისის სიონის სულხან საჯაია და გიორგი ჯაფარიძე. გესალმებით კიდევ. თქვენ როგორ ხართ, მეგობრებო? კარგად. შემართებით. ხო, ახალი წყვილი სულხანი შარშან თამაშობდა ჩვენთან, გიორგის დებიუტი აქვს წლევანდელ სეზონში და ნახოთ როგორი გამოდგება. საინტერესო, ცოტა ნერვიულო, მაგრამ იმედია. არა, საკმაოდ გამოწვეული და ძლიერი მოთამაშე გიმშვენებს გვერდს, ასე რომ შეგიძლიათ თამამად. წესები თითქმის არ შეცვლილა შარშანდელის შემდეგ და ახლობით იგივე, უბრალოდ ერთი რუბრიკა ჩაემატა, რასაც უკვე მოგვიანებით ეთქვით ალბათ ნახეთ კიდეს თამაშებიდან. საკმაოდ საინტერესო რუბრიკა. დანარჩენი პრინციპში იგივეა. კითხვებზე პასუხები არის დასწრებაზე. თუ თვლით რომ იცით პასუხი, შეგიძლიათ დააჭიროთ ხელი და უპასუხოთ და თუ არასწორი იქნება პასუხი, უკვე ბოლომდე შეუძლია მეორე გუნდს მოისმინოს შეკითხვა. ტრადიციულად ვიწყებთ უცხოური ტურით და ყველა სწორი პასუხი არის ერთგულიანი. მაშასე მორიგი მერვედფინალური შეხვედრა ბოლნისის სიონსა და წყალტუბოს სამგურალს შორის და პირველი უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. მადრიდის რეალში თამაშის დროს ამ ესპანელმა თავდამსხმელმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემდეგ კი მონაკოში გადასულმა ჯერ რეალი გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის დაასწრო სიონმა ორიენტესის სწორი პასუხია და გასწრეს ბიჭებო და ვიჩქაროთ ხოლმე თუ ვიცით რა თქმა უნდა 1-0 ანგარიში მეორე შეკითხვა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ამ მარჯვენა მცველმა ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა და ორჯერ აღმართა FIFA-ს კონფედერაციათა თასი. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერაფერს მიაღწია. კარიერის საუკეთესო წლები მილანის ინტერში გაატარა. გულას მაიკონი. მაიკონის სწორი პასუხია. თქვენს მაიკოს ფიქრობდი? მოგასწრეს და 2-0 ანგარიში. მესამე შეკითხვა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სამმა იტალიელმა მწვრთნელმა გაიყვანა გუნდი. ჩეზარე პრანდელი იტალია, ფაბიო კაპელო ინგლისი, ამ კაცმა კი იაპონია. მის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ისევ სიონი ზაკერონი თუ არ ცდები. ზაკერონის სწორი პასუხია და 3-0 ანგარიში. მეოთხე შეკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბი სულაც არაა ფლაგმანი საკუთარ ქვეყანაში, მაყურებელთა საშუალო დასწრების მხრივ ლიდერია მსოფლიოში. 115 წლის წინ დაარსდა და დღეს კლუბის წევრების რაოდენობით მეხუთეა. ის პირველი გერმანული კლუბია, რომელმაც თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1974 წლიდან თამაშობს იმ სარბიელზე, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი დორტმუნდის ბორუსიას სწორი პასუხი. რატომაც მეგონა რომ საშუალო დასწრებაზე უკვე დააჭერდა რომელიმე გუნდი, იმიტომ რომ რაღაც ცნობილია რომ დორტმუნდის ბორუსია ძალიან ბევრი უშევატკივარი ესწრება ხოლმე მათ თამაშებს. ფიქრობდი თავიდანვე. აი ხო ბოლომდე რა უსმენ უფრო. ხო, კი ბატონო. და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს გუნდი პირველია, რომელთანაც ესპანეთის ნაკრებმა საერთაშორისო მატჩი გამართა. ეს ევროპული გუნდი არის კონტინენტის ჩემპიონი. პორტუგალია თუ არ ვცდები. არ არის სწორი პასუხი. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოусმინოთ. ეს ევროპული გუნდი არის კონტინენტის ჩემპიონი და FIFA-ს კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი კი 1998 წელს აჩვენა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. ამ ნაკრების აღზევება გერმანელი სპეციალისტის ზეპ პიონტეკის სახელთანაა დაკავშირებული.
გუნდის მეტსახელი კი დინამიტია. 1992 წელს ეს გუნდი World Soccer-მა მსოფლიოს წლის ნაკრებად დაასახელა. გაქვთ რამე ვერსია? არა, გვაქვს პოლონეთს. დანია არის სწორი პასუხი. დანიის ნაკრები იყო 1992 წელს მოულოდნელად ევროპის ჩემპიონობა მოიგო. და ზეპიონტეკიც სწორედ მათი წვლილი იყო. 4-0-ია უცხოური ტურის შემდეგ ანგარიშს და გადავდივართ ფოტო ტურზე. ფოტო ტურში თავიდან გვაქვს რუბრიკა 3-4-ზე, ანუ იქნება ფეხბურთელის ფოტო, იქნება ფეხბურთელის ფოტო მეგობრებო და გამოჩნდება პატარა ფრაგმენტი. თუ თulit რომ იმ ფრაგმენტით უკვე იცით ვინ არის, შეგიძლიათ დააჭიროთ და უპასუხოთ. თუ არა და მე მეორე ფრაგმენტი გაიხსნება და უკვე მე შემდეგ ბოლომდე გაიხსნება ფოტო. მაშ ასე ფოტო ტურის პირველი შეკითხვა 3-4-ზე. აი მხოლოდ ამ ფრაგმენტით თუ უცნობთ ვინ შეიძლება იყოს. თუ არა და რამდენიმე წამი დაგელოდებით. თუ არ გვაქვს პასუხი, კი ბატონო, გავხსნათ მეორე ფრაგმენტიც. მე მგონი დიდი არაფერი მოგცა. მაინც და მაინც ყელით თუ ვერ ვიცნობთ. აბა, იქნებ სხვა რამეებს დავაკვირდეთ. არ არის ვერსია, ხო? კარგი, გავხსნათ ბოლომდე მაშინ. და დაასწრო სამგურალმა. ვანდაიკი, სწორი პასუხია. კი ბატონო, აი მეორე იმაზე უკვე გრონინგენი ჩანდა და შეიძლება და მაგით გეფიქრათ, რომ 4-1 ანგარიში, 4-1-ია. და შემდეგი ფოტო არის საერთაშორისო მატჩიდან, რომელიმე ცნობილი საერთაშორისო მატჩიდან, ამ შემთხვევაში არის სანაკრებო მატჩი. თქვენ ვთქვათ ორივე მონაწილე გუნდი და გუნდები არიან ამ ფოტოზე გამოსახული. აი მარტო ამით თუ გამოვიხსნით. სამგურალმა დააჭირა კამერუნი ინგლისი. სწორი პასუხია, ინგლისი და კამერუნი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გახლავთ, ინგლისი კამერუნი. იქ გეტრიჩანდა კამერუნის და კამერუნი რო იყო აშკარა. ხო, და იქ ინგლისის, ხო, შავ. 4-2 ანგარიში ფოტო ტურში ამ ზა ფოტოგენურები გამოდგნენ სამგურალის მოთამაშეები. თუ ეგ სხვა დროს ითქმება ფოტოგენი. შემდეგი კითხვა არის ორქულიანი, მეგობრებო, იმიტომ რომ უკვე ქართულ ფეხბურთს შეეხება. ფოტოზე იქნება საქართველოს ნაკრები გამოსახული ერთ-ერთი და ვის ხვდება საქართველოს ნაკრები, ეს უნდა დამისახელოთ თქვენ. ისევ სამგურალი, საქართველოს რუმინეთი? საქართველოს რუმინეთის სწორი პასუხია, კი ბატონო და გათანაბრდა ანგარიში 4-4. ეს არის 2016 წლის მატჩი, როდესაც სამწუხაროდ 1-5 დამამარცხეთ გასვლაზე რუმინეთთან. ფოტო ტური ამით დასრულდა, უცხოურ ტურში 4-0 დაწინაურების შემდეგ დააკამბექა სამგურალმა 4-4 გახდა ანგარიში და ქართული ტური იწყება, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი, მეგობრებო, ასე რომ ყურადღებით. ქართული ტურის პირველი შეკითხვა. 18 წლის იყო, როცა პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 2010 წელს სლოვენიის წინააღმდეგ. უკანასკნელი 50-ე მატჩი კი 2021 წელს ჩაატარა უზბეკეთთან. თბილისში დაიბადა, კარიერა კი გაგრაში დაიწყო. რის შემდეგაც სულ უცხოეთში თამაშობდა. სამგურალმა დააჭირა? ოქრიაშვილი. რატო არა? აი თუ გინდა არ ჩაგიწვით. ოქრიაშვილია. არა, გაგრაში თამაშობს. კი ბატონო. ოქრიაშვილის სწორი პასუხია 6-4 ანგარიში. ახლა დინამოში იყო ითვლება? კითხვაში მე მოყვებოდა ეხა უბრალოდ თამაში დაიწყო გაგრაში. აი ეწერა რომ მე უცხოეთში თამაშობდა. არა, მაგიტო კი არ უნდა უკრაინა, უკანასკნელი კლუბი კი თბილისის დინამო აღმოჩნდა. აგენ დამაბნევით კი იმის ხო არა ეთქტორი. არა. შემდეგი შეკითხვა 1999 წელს, როცა პირველად ითამაშა ნაკრებში, 18 წლისაც არ იყო. და 2005 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ის თბილისის დინამოს ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ მალე უცხოეთში მოსინჯა ძალები. მათ შორის გერმანიის ფრაიბურგში. მაგრამ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა და ცხიდიშვილი. არ არის სწორი პასუხი. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა და ნელ-ნელა ჩამოშორდა კიდეც ფეხბურთს. ნაკრებში სულ 20 ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. მისი გამოჩენა დიდ ფეხბურთში იოჰან ბოსკამპს უკავშირდება. თამაშობდა ფრაიბურგში? კი. დინამო და დინამოში დაიწყო. დინამოში 19-2005 თქვი ხო? 99-ში დაიწყო, კი. ადრე. არ გვახსოვს, ხო? აი რამე თქვით მაშინ და შვილი იყო ეგენი არა? კარგი, ეხლა მაშინ უკვე უნდა ვთქვა პასუხი, თორე ძალიან გაიწერა. არა.
თამაშგარე პოზიციაზე მაინტერესებს. თამაშგარე თქვი თუ? კიკნაძე ხო არის? არა, ოთარ ხიზანეიშვილი იყო, სწორი პასუხი. შემდეგი შეკითხვა 6-4-ია ესე ანგარიში. ამ მეკარემ კარიერა რუსთავის გორდაში დაიწყო, რასაც გორის დილაში, ხაშურის ივერიაში და ბათუმის დინამოში გატარებული წლები მოყვა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1996 წლის მაისში შედგა საბერძნეთთან ამხანაგურ თამაშში. ჯვაროსნების ისტორიაში ის პირველი მეკარეა, რომელმაც ზედიზედ 3 თამაშში არ გაუშვა გოლი. 1997 წლის შემოდგომით იტალიასთან, მოლდოვასთან და ნიკა ტოგონიძეს სწორი პასუხია 6-6 და შემდეგი შეკითხვა ქართული ტურიდან. ეს ტანმაღალი მცველი ზუგდიდში დაიბადა. კარიერა ბაქოს ნეფტიანიკში დაიწყო. საუკეთესო წლები კი თბილისის დინამოში გაატარა, სადაც 1964 წელს ჩემპიონიც გახდა. დინამოს მაისურით მან 1960 წლის საკავშირო თასის ფინალშიც ითამაშა. 1959, 62 და 67 წლებში კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა. სულ ბოლოს კი 1994-95 წლების სეზონში დინამოს ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. ვერ გვახსენდება ვინმე? არჩას გარისკეთ ქულა არ გაწუდებათ? 64-ის მცველებზე. რეხვიაშვილი. არ არის რეხვიაშვილის სწორი პასუხი, თქვენ ხო არ გაქვთ რამე ვერსია? კიკალიშვილი იყო, მაგრამ არ მგონი. არა. ბორის სიჭინავა იყო ეს ფეხბურთელი და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ზღვისპირა ქალაქის ეს კლუბი 1951 წელს დაარსდა კოლმეურნეს სახელწოდებით. თუმცა 1960 წლიდან ის სახელი ეწოდა, რომლითაც მას შემდეგ ვიცნობთ. ახლო წარსულში ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ სხვადასხვა დიახ. ქობულეთის შუქურა? შუქურა სწორი პასუხია, კი ბატონო, ქობულეთის შუქურა არის ეს კლუბი. მე იყო თამაშობს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე, ასე შემდეგ. 8-6 ანგარიში ქართული ტური ამით დასრულდა და გადავდივართ სარბიელის არქივზე. აქ იქნება ფოტოები, ეს არის სწორედ ახალი რუბრიკა. პირველი ფოტო არის ერთქულიანი, მეორე ფოტო ორქულიანი, იმიტომ რომ ქართულ თემაზე არის, კი დასწრებაზეა აქაც. წავიკითხავ მეკითხვას, შემდეგ გაბოშდება ფოტო და თქვენ უნდა უპასუხოთ. იმას წავიკითხავთ იქაც მასალას, ანუ რაღაც მასალიდან არის ამონარი. მაშინ ასე სარბიელის არქივის პირველი ფოტო, ესე იგი 1995 წლის 30 მაისს ბარსელონა რეალის მიმოხილვაში რომელ ფეხბურთელზე იყო საუბარი? ბარსელონა რეალის მიმოხილვაში ეწერა ეს. დარჩენილ დროში მეტად გამორჩეული აღარაფერი მომხდარა. თუ არ ჩავთვლით მოედნიდან ამ ვიღაცის გასვლას. ყოფილ კუმირს ბარსელონა მაყურებლებმა მთელი თამაში უსწვინეს. ზოგს კი ტრანსპარანტზე რაღაცა იუდა ეწერა. ბარსელონა მაყურებლებმა უსწვინეს? დიახ. ფიგო ხო არა? ფიგო არ არის, ეს არის 1995 წელი. შუსტერი? არა, მიქაელ ლაუდრუპი არის სწორი პასუხი. ანგარიში დარჩა უსვლელი 8-6 ანგარიში და ახლა ორქულიანი შეკითხვა უკვე ქართული ფეხბურთიდან 1994 წლის 6 სექტემბრის სარბიელში, რომელ ქართველ ფეხბურთელთან არის ეს ინტერვიუ. სასწაულად არ მწყალობდა ბედი. ჯერ დესაისთან ორთაბრძოლაში დავიშავე მარჯვენა ფეხი და 3 თვე მკურნალობდი, მერე პარი სენ-ჟერმენთან კუნთი გამიწდა. წითელი ბარათიც მივიღე, გისმენთ? გურული? გურული სწორი პასუხია, გია გურული არის. პასუხი და 8-8 გახდა ანგარიში. გია გულ მაშინ საფრანგეთში ხა. თლად ისეთი ამბავი არ ქონდა რომ ბევრს ეთამაშა. 8-8 ანგარიში მეგობრებოდა, ყველაფერს გადაწყვეტს ქალაქობანი. მაშინ ასე დავატრიალოთ თუ შეიძლება. ნაკრები. ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ნაკრები, რომელსაც არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ნაკრები, რომელსაც არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. კლუბი, რომელსაც დინამო, თბილისის დინამო უკანასკნელად შეხვდა ევროთასებზე საბჭოთა წლებში. კლუბი, რომელსაც თბილისის დინამო უკანასკნელად შეხვდა ევროთასებზე საბჭოთა წლებში. უცხოელი ფეხბურთელი. ამ ინგლისელის კარიერაში კრემონეზე პირველი უცხოური კლუბია. ქართველი ფეხბურთელი. თბილისის დინამოს ვეტერანი ფორვარდი, რომელმაც 2012-2016 წლები დანიის ორჰუსში გაატარა.
თბილისის დინამოს ვეტერანი ფორვარდი, რომელმაც 2012-16 წლები დანიის ორჰუსში გაატარა. და მწვრთნელი. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი 1996 წელს ინგლისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ანუ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი 1996 წელს ინგლისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. დავასრულეთ. შეგვიძლია ვაჩვენოთ კამერებს, რა გვიწერია. 5 პასუხი გვაქვს და ვნახოთ ახლა რამდენად სწორია, 8 რო არის ანგარიში და დავიწყოთ. ანუ ერთნაირი პასუხი, სწორ პასუხებზე თუ ორივეს გვიწერია თითო-თითო ქულა, თუ არა და 3 ქულა ეწერება, ვინც გამოიცნობს იმას. ნაკრები, ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ნაკრები, რომელსაც არასდროს უთამაშია ვენესუელა. სწორი პასუხია, თითო-თითო ქულა, 9-9 არის ანგარიში. კლუბი, რომელსაც დინამო უკანასკნელად შეხვდა ევროთასებზე. ჩვენ ვერდერი გვიწერეთ. ჩვენს. სწორი პასუხია ვერდერი. 10-10. ინგლისელის კარიერაში კრემონეზე პირველი კლუბია, უცხოური კლუბია, ვინ არის? ვარდი, სწორი პასუხია 11-11. დინამოს ვეტერანი ფორვარდი, რომელმაც დანიის ორჰუსში ითამაშა. ვაცაძე, მათე ბატონო. ხო, ცოტა 100 იყო შესწორებული. გვარი ვერ გავიხსენე. ხო, ვიხდი. 14-11 ანგარიში სამგურალი დაწინაურდა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელი 96 წელს ვანგალი გვიწერეთ. ერი ვენეიბზე. ვენეიბზის სწორი პასუხი ამჯერად 3 ქულა თქვენ. 14-14. ო, რაღაც სასწაულად დაძაბული თამაში გვაქვს. ძალიან კარგი თამაში გვაქვს. და შემდეგ ისევ ქალაქობა, როგორც ამჯერად უკვე არ ვიცით რა ასოზე იქნება, უბრალოდ გეტყვით, რომ ყველა პასუხი არის ერთი და იგივე ასოზე. მაშასე დავიწყეთ. ანუ ანგარიში არის 14-14. ნაკრები, რომლის საუკეთესო ბომბარდირია ასამოა გიანი. ამ შვედურმა კლუბმა 1982-87 წლებში UEFA-ს თასი მოიგო. უცხოელი ფეხბურთელი. ინგლისელი ვარსკვლავი, რომელსაც 1996 წელს თბილისში სანაკრებო შეკრებაზე პირადი მცველი ახლდა. ქართველი ფეხბურთელი. ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი პენალტის ავტორი. და მწვრთნელი. ლა ლიგის, ბუნდესლიგის და პრემიერ ლიგის რეკორდსმენი მწვრთნელი ზედიზედ მოგებული მატჩებით. ლა ლიგის, ანუ ესპანეთის ლა ლიგის, ბუნდესლიგის და პრემიერ ლიგის რეკორდსმენი მწვრთნელი ზედიზედ მოგებული მატჩებით. დავასრულეთ. და ვაჩვენოთ თუ შეიძლება, ისევ 5-5 პასუხია ორივე გუნდთან და ვნახოთ ახლა რამდენად სწორი იქნება ეს პასუხები. ო, შეიძლება ესე იგი დამატებითი დროს დაგჭირდეს, მე რო უყურებ. ნაკრები, რომლის საუკეთესო ბომბარდირი ასამოა გიანი. განა. კი ბატონო, 15-15. შვედური კლუბი, რომელმაც 82-87 გიოტებორგი, სწორი პასუხია 16-16. ინგლისელი ვარსკვლავი, ვისაც დაცვა დაყვებოდა. ჩემი თვალით ყავს, ნანახი როგორ დაყვებოდა. 17-17. აი მგონი აი ეს კითხვა იქნება, შემდეგ იქნება გადამწყვეტი. ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი პენალტის ავტორი. არ გამოდგა გოგი ჩაიშვილი, კახი გოგი ჩაიშვილი იყო სწორი პასუხი და მწვრთნელი მე გოგრიჭეს ეუბნებოდი. აი ეს არის მწვრთნელი თქვენ ვინ გიწერიათ? გვარდიოლა სწორი პასუხია და ფრე მეგობრებო, ძალიან კარგი თამაში დასრულდა ფრე 18-18. ხო, მე მეგონა რომ ეს გოგი ჩაიშვილი გადაწყვეტდა ამ ამბავს, ნუ პასუხს აქტიურად გამოიცადეთ. ახლა მე გეტყვით რომ დავსვავ ერთ დამატებით შეკითხვას. მაშასე დამატებითი კითხვა პლეი-ოფში მეოთხედფინალში გადასასვლელი შეკითხვა ასე ჟღერს. სოფლიო ჩემპიონ რამდენ ნაკრებთან უთამაშია საქართველოს ნაკრებს? ანუ მე რიცხვს ვთხოვთ, უბრალოდ შეგიძლიათ გამოთვალოთ კიდეც. დასწრებაზეა ესეც. სოფლიო ჩემპიონ რამდენ ნაკრებთან უთამაშია საქართველოს ნაკრებს? რა თქმა უნდა, დრო ჭირდება გახსენებას. აქ რამე ისეთი დაწაბული მუსიკა გვინდა ბოლოს. და ბოლნისის სიორმა დააჭირა და გისმენთ. ერთად შეგვიძლია ჩამოთავთ თუ საერთოდ? როგორც კი გუნდიდან მიიღება. ჩამოვთხოვთ. კი ბატონო. ისე იგი გერმანია, კი ბატონო. ესპანეთი. კი ბატონო.
ინგლისი, კი ბატონო, იტალია, კი ბატონო, საფრანგეთი კი ბატონო. და ურუგვაი. ანუ 6. 6. და 6 სწორი პასუხია, 6-ვე სწორად ჩამოთვალა ბოლნისისიონმა. ა? გეჭირა ჩვენ ზუსტად ხონდა. ზუსტად თქვენ, მაგრამ კიდე ფიქრობდით ვინმე ხო არა ის, ხო? გილოცავთ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ბიჭო, ძალიან კარგი თამაშისთვის, ასეთ დაძაბული თამაში არ გქონია ამ სეზონზე ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა წყალტუბოს სამგურას, გიორგი აჩი, ძალიან კარგი თამაში იყო და ძალიან გამიხარდება თუ კიდევ შევხვდებით შემდეგ სეზონებში ერთმანეთს. და რა თქმა უნდა გილოცავთ მეოთხედფინალში გასვლას. წინა სეზონთან შედარებით მეგონი უფრო დაძაბული იყო ეს შეხვედრა. თქვენ წინა სეზონში პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდით. თამაში კი, მართლა ძალიან კარგი თამაში იყო, ესე იგი ძალიან ისეთი. ისეთ თამაშია კიდევ უნდა გაგრძელებული. კი ბატონო, სიამოვნებით შემდეგ სეზონში როგორც უკვე გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გასვლას ბოლნისისიონს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის წამდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და სპორტს პროდაქშენ სტუდიო. ჩვენი გამარჯვებული კი მომდევნო წელს, უკვე 2026 წელს გაეგზავრება საქართველოს ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. ეს არის ჩვენი პრიზი, ჩვენი წლევანდელი ტურნირის. გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. კარგად ბრძანდებოდეთ.